ჩვენ შევდივართ ისეთ ეპოქაში გულისხმობ ხელოვნურ ინტელექტს, როდესაც ჩვენ თვითონაც აზზე არა ვართ, სად აღმოჩნდებით. და მე ცალსახად უყურებ ამას როგორც საშიშროებას, რომ აღმოჩნდებით იმ წტუნებაში, რომ ვიღაცეები გამორთავს ტვინს. არა მარტო მე ვხედავ კიდევ. ის ვინც ხელოვნური ინტელექტის მამაა, ისყვირის ამას. და მე ერთი ნამდვილად ვიცი და ეს ვიცი ფილოსოფიური გააზრებით, რომ ფასი იმისი, რომ ადამიანი იყოს მოაზროვნე, გაასმაგდება. და თქვენ თუ ამბობთ, რომ აი ის სკოლა, რომელიც აი ამაში ჩაასხავს წყალს, მე თავიდანვე გეტყვით, პლატონის არ იყოს, აქედან ყველა მაგარი კი არ გამოვა. მაგრამ თუ კი ჩვენ გავაკეთებთ ისეთ ორმოს, სადაც ფიქრის ორმოში ჩავყრეთ ხალხს, ამობობხდი ახლა. შინ ამას ფასი ექნება და ეს ფასი მოიმატებს დროში. სამყაროში ცოდნა გაუფასურდება. და ჩვენ ვიტყვით, რომ არა ცოდნა არ არის ჩვენი ფასეულობა, აზროვნებაა ჩვენი ფასეულობა. ანუ ჩვენ შევდივართ ეპოქაში, სადაც ცოდნის ფასი ხდება ნული, მაგრამ აზროვნების ფასი ხდება უსასრულო. და ამას ვერ ხდება ბევრი. ამიტომ კი ვიტყვი, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი და ამის გაკეთება არ არის რთული. უბრალოდ ამ საქმეში გჭირდებათ ის ხალხი, ვინც ხვდება რაზეა საუბარი და ვინც აზროვნებაში შეყვარებული არის არა როგორც საქმეში, არამედ როგორც არსებობის მისიაში.